Power-თან აქვს. კომპანიის წარმომადგენელი დახრილი კორპუსის მცხოვრებლებს სიტუაციის გარკვევას და დახმარებას დააპირდა. კორპუსი რომ გამაგრდეს, რთული სამუშაოა ჩასატარებელი. ამაზე ექსპერტები უკვე მუშაობენ. დანგრევის პირას მყოფი კორპუსის ბინადრები მომავლის და თბილისის ახალი მთავრობის იმედად არიან. მოქანავე კორპუსი, პიზის კოშკი, ადგილობრივებმა შენობას ხუმრობით რამდენიმე სახელი უკვე მოუფიქრეს. ვიდრე სპეციალისტები კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შენობის გამაგრება რეაბილიტაციას დაიწყებენ, მანამდე ადგილობრივებს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე მართებთ. კარგი, რომ თორნიკემ მშვიდობი დაბრუნდა, გამოეყოფა თუ არა შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოს, ამ და სხვა თემებზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით რუსთაველის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება. თითქოს მოდიან აქ ვიღაცები, რომ უნდა გადაარჩინონ ეს გოგონები. შემოდგომის ეთერს წარმოგიდგენთ ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად მხოლოდ 25 თეთრად. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბლენდამედისა და ორალბის სტომატოლოგიურ ცენტრში. გინდათ გაიგოთ, რამდენად ჯანმრთელია თქვენი კბილები? დიახ. მობრძანდით. კბილებზე ნადები გაქვთ. გირჩევთ გამოიყენოთ ბლენდამედ Pro Expert All-in-One. რეგულარული გამოყენებისას უნიკალური სტანუს კომპლექსის წყალობით ის სწორედ იმ ადგილებს იცავს, რომლებსაც სტომატოლოგები ყველაზე ხშირად ამოწმებენ. გამოიყენეთ 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. შესანიშნავია, ბლენდამედ Pro Expert All-in-One-ის გამოყენების შემდეგ თქვენი კბილები გაცილებით თეთრად გამოიყურება. ბლენდამედი და ორალბი მიაღწიეს სისუფთავის ახალ ხარისხს. გიგანტური შადრევნების საცირკო შოუ 19 სექტემბრია თბილისის ცირკში. სავაჭრო ცენტრი მეგალაინი დიდუბეში, სოფლიოს საუკეთესო ბრენდები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის აურაცხელი ნაირსახეობა, უცხოური და ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი ავეჯი თქვენი სახლებისა და ოფისებისთვის, ტანსაცმელი და ყველანაირი აქსესუარი, ციგნები და საკანცელარიო ნივთები. სავაჭრო ცენტრი მეგალაინი იწყებს საშემოდგომო სეზონს. თქვენ გელით ახალი კოლექციები, მრავალფეროვანი აქციები და ფასდაკლებები 10-დან 50%-მდე. მეგა კომფორტის სრულყოფილ გარემოში. სავაჭრო ცენტრი მეგალაინი. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ 25 ლარიანი პაკეტი მეტით შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაზე იაფად. ეს კი ტელეფონია განვადების საუკეთესო პირობებით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლებელია მათი გაერთიანება. საინტერესოა რა? შეიძინეთ HTC-ის უახლესი მოდელი საუკეთესო ფასად 25 ლარიან პაკეტთან ერთად და მიიღეთ ორმაგი სარგებელი ექსკლუზიურად ჯეოსელში. ან იქნებ ტელეფონი და უსასრულო პაკეტი გირჩევნიათ. წარმოგიდგენთ ახალ ველატონს 2 ფერის სისტემით. შეღებვის დღეს ინტენსიური, მუდმივი ფერი აღწევს თმაში. მომაჯადოებელი ინტენსიური ფერის შედეგისთვის. შეღებვიდან 2 კვირაში ფერის პიგმენტაციის სერუმი ველატონისგან თქვენს თმას მატებს პიგმენტების დამატებით ფენას მხოლოდ 10 წუთში. უფრო მეტი ბზინვარებისთვის შემდეგ შეღებვამდე. ახალი ველატონი 2 ინტენსიური ფერი ფერის პიგმენტაციის სერუმით ველასგან ევროპის ნომერ 1 სალონის ბრენდი. აიღეთ და გადმოიტანეთ ნებისმიერი სესხი TBC ბანკში. მნიშვნელოვნად შეიმცირეთ საპროცენტო განაკვეთი და მიეცით თავს მეტი სუფლება. TBC ბანკი, თქვენ გვერდით. VIVUS-ის მომხმარებლებმა იციან, რომ VIVUS-ის განმეორებითი სესხი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია. 100 ლარის ერთი კვირით სესხების შემთხვევაში საკომისიო მხოლოდ 7 ლარია. VIVUS-ში ფული თანამედროვე ხალხისთვის. რა მოხდა? წყალი სადღაც ქრება, დედა ჩქარა, კაფი გადაარჩინე. მიყვარხარ დედიკო. დაზოგეთ სარეცხის საშუალების 10% ყოველი რეცხვისას და შეუნარჩუნეთ თქვენს თეთრეულს იდეალური სისუფთავე. შეიძინეთ ბეკოს აგვაფიუშენს სარეცხი მანქანები მხოლოდ 479 ლარიდან. რა ხდება ახალი ცვალიძეებთან? ერთ დღესაც დედამთილი მოვიდა სტუმრად. ცოტა ოდენით გვილეული?
სადილის შემდეგ მოიცა ტკბილეული ძილის წინ ცუდი აზრია და არ გარგებთ. ფეირი? დიახ, რადგან სულ მცირე ოდენეს კი საკმარისია თითოეულის გასარეცხად, ამიტომაც არის რომ ფეირი დიდხანს არ მთავრდება. ფეირი ეკონომია. შენ რამდენ ხანს დარჩები? მანამ სანამ ეს ბოთლი არ დაიცლება. ახალი მეტად კონცენტრირებული ფეირი ახლა უფრო დიდხანს გრძელდება. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო ბილაინ მიქსი. ბილაინი, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ M-კვადრატის ენერგოეფექტური პროექტები დასრულებული რემონტის თამარაშვილზე, ნუცუბიძეზე და ყაზბეგზე. შეიძინეთ ბინა M-კვადრატში და არ გაუშვათ შანსი ცხოვროთ უკეთესად. ქრონიკა განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთის მთლიანობის საკითხი 8 დღეში შოტლანდიაში გადაწყდება, სადაც საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. იმ შემთხვევაში თუ 18 სექტემბერს მოსახლეობა ხმას დამოუკიდებლობას მისცემს, შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობას 2016 წლის 24 მარტს დატოვებს. ედინბურგში გამგზავრებამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც მისი რეზიდენციის თავზე 18 სექტემბრამდე შოტლანდიის დროშა იფრიალებს. სიმბოლური ჟესტით დევიდ კემერონმა შოტლანდიაში დაგეგმილი რეფერენდუმის მიმართ გაერთიანებული სამეფოს პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა. მოგვიანებით კი ბრიტანეთის პრემიერი შოტლანდიის დედაქალაქში საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან, ლეიბორისტ ედ მილიბენთან და ლიბერალ ნიკ ლეგთან ერთად გაემგზავრა. ედინბურგიდან კემერონმა შოტლანდიის მოსახლეობას ემოციური სიტყვით მიმართა. მე ვიქნები ძალზე იმედ გაცრუებული თუ ჩვენი საერთო ოჯახი დაიშლება. ვიღაცას ალბათ გონია რომ 18 სექტემბრის რეფერენდუმი ჩვეულებრივი რიგითი არჩევნებია, მაგრამ თქვენ ამ დღეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. მე ძალიან შემტკივა გული ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაზე, რომელიც ჩვენ ერთად დავაშენეთ და მისი დანაწევრება ნამდვილად არ მსურს. ბრიტანეთის პრემიერის მოწოდებას მოგვიანებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შეუერთა. ედ მილიბენდმა შოტლანდიის მოსახლეობას ის პრობლემები შეახსენა, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შემთხვევაში შეექმნება და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. დამოუკიდებლობა ეს არის მწვერვალისკენ სწრაფად, თუმცა ის თქვენ სოციალურ სამართლიანობას ვერ მოგიტანთ, პირიქით უფრო დაგაშორებთ მას. დაფიქრდით საჯარო სერვისების მხრიდან ზეწოლაზე, განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება შეიქმნას. ლონდონის შეშფოთებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შოტლანდიის პირველი მინისტრი, რომელიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ კამპანიას ოფიციალურად შეუერთა. ალექს ელმონდის თქმით, ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტი ედინბურგში დამოუკიდებლობის მომხრეების რაოდენობას არათუ შეამცირებს, არამედ კიდევ უფრო გაზრდის. ეს ვიზიტი მათთვის რა თქმა უნდა კონტრპროდუქტიული იქნება და კიდევ უფრო გაამყარებს იმ ადამიანების პოზიციას, ვინც მხარს ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოყოფას უჭერს. მათ მიმართ ნდობა ამ მრჩეველმა უკვე დიდი ხანია დაკარგა, არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ ლონდონშიც. ცნობილი ხდება ისიც, რომ ელიზაბეთ მეორე შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბუკინგემის სასახლის პრესამსახურის ინფორმაციით, დედოფალი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს, რადგანაც ბრიტანეთის შემადგენლობაში შოტლანდიის დარჩენის საკითხი თავად შოტლანდიელი ხალხის გადასაწყვეტია. საყოველთაო რეფერენდუმი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოყოფასთან დაკავშირებით შოტლანდიაში 18 სექტემბერს გაიმართება. რეფერენდუმამდე 8 დღით ადრე კი დამოუკიდებლობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თითქმის თანაბარია. ნატო უკრაინის კრიზისს საკუთარი ძალების გამო საცოცხლებლად იყენებს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო საწარმოო